საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. ამის კეთება ბავშვებს როცა გვიძავს მაშინაც შეგიძლია და ნუ მაგარგინება მოკროს დროს რა. გვიძავთ ბავშვებს. ესენი კიდე ჩემ ჯინაზე კვირაობით ეგვიძებენ შვიდზე. 11 ზაზა. 12-მდე რო ეძინოთ არა? არის კითხება. ბავშვებო 12-მდე თუ დაიძინებთ, ხინკალზე წაგიყვანთ. აუ მე მინდა. აუ მა. თორმეზე ხო ეჭველი წავალთ. შია. მოდი გაჭამო, მოდი. ჩაგუშალა ხო ყველაფერი. ყველაფერი მა. რა გინდა შია? შეად ბავშვებს ზაზა. მიდი ჭამე. მაინც მივდივართ. აბა რა. მე რამდენი მოუწევია პასოს? სოსი აქვს? ხო და მაგას ბავშვისთვის ზოსიკო კი არა, სოსიკო უნდა დაერქმია. სასწრაფოდ მოდით ჩემთანო. ვერ ვინძრევია ფიტნესზე დაიწყო სიარულით, ეტყობა გაკარდა. საშინელი ტკივილი იცის კუნთება. ხო, მაგრამ ჯერ ვერსად ვერ წავალ. სახლი უნდა დავალაგო, საჭმელი უნდა გავაკეთო. ნუ დალაგების რა მოგახსენოდა? საჭმელი არ გვინდა. ხო, ჩვენ მივდივართ. მე არ გაჩერდება ახლა ეს. მიდი მერე ცოდვა. ანუ არ გჭირდებით? არა. მე როცა მჭირდები კარადებს ალაგებდა. დილმშვიდობის ძალიან მეჩქარება ახლა და პარალელურად ამას გავაკეთებ. ნახევარსაჭი ტასოსთან თუ არ ვიქნები, ალბათ მომკლავს, მაგრამ პრინციპში რას მომკლავს, ვერ ინძრება საერთოდ. უბრალოდ ისეთი ბედნიერი ვარ ახლა ვიღაცისთვის ვარ გამეზიარებინა, გული გამისკდებოდა. აი ხო რამდენჯერ წავსულ ვარ სადმე და ბავშვების აზრისთვის დამიტოვებია, მაგრამ აი ესე გემრიელად რო გაგიშვებს ადამიანი. არც შენი საჭმელი გვინდა არც დალაგება, აი ეს არის ბედნიერება. აი ესეთ დროს მგონია ხოლმე რომ ძალიან გამიმართლა. ზაზა არის არაჩვეულებრივი ადამიანი, უკარგესი ქმარი და ძალიან მაგარი მამა. რაღაცა საარჩევნო რეკლამასავით გამომივიდა, მაგრამ ოდესმე ზაზა თუ ამ ვიდეო ჩანაწერს ნახავს, მინდა იცოდეს რომ ძალიან მიყვარს. ძალიან. იმაზე ძალიან ვიდრე თვითონ წარმოუდგენია. გინდა ნათლია შენს დაურეკოთ და თუ სალია წამოვიდეს? ო კი რა? აუ არა, მარტო მე ვიქნები დედა. ისედაც მარტო შენ ხარ, გოგო. ხო, მაგრამ თქვენ უფრო ვერ მივიქნები. მე მაგას რა ჯობია, ყველა შენ მოგემსახურებით. აი. სად ხარ დათო? ბიჭო, პამპერსზე გავდივარ ახლა. შენი ეს საქმეზე გქონია ხელი მოკიდებული. შენ რა შვები, სად ხარ? აუ არცალია? აი, შენი ნათლული გეკითხება ჩვენთან ერთად ხინკალს თუ მიირთმევსო. მაგას შემოვლო, როგორ არ მინდა. ხო და მე აიტანე პამპერსის სახლში და წამოდი. ეხლა მიდიხართ? ხო, გშია, რა ვიცი. მე მშია თუ არ მშია, ხა ხინკალზე რო არასოდეს უარს არ მომო, ხო იცია რა, მაგრამ ბიჭო, ელგა და დედაჩემი დღეს აპირებენ ნათესავთან გასვლას და საღამოს მე უნდა დამიტოვონ ბავშვი. ბიჭო, რა გვინდა საღამომდე სახინკლეში მივალთ, შევჭამთ და წამოვალთ. აუ წამო რა! დედაჩემსაც დღეს მოუნდა ამ ნათესავების ჩამოვა ბიჭო. ხო და წამო მე 2 საათში სახლში ხარ რა გჭირს. კაი, მოკლედ პამპერს ავიდან სახლში. იქ ვიტყვი რომ რაღაცა საქმე მაქვს და ეგრევე დაგადგებით. ო, მაგარი საქმეა თქო უთხარი, ქალაქური თქო. კაი. დროზე ვждებით უკვე მანქანაში.
ხო, მამამა. კაი, რომ გამალამაზა. ალბათ ჩემო სიყვარულმა. მაგრამ მე რატომ არ მიშველა არაფერი. ეთყობა სათანადოდ არ გიყვარ, ხო? აუ, კაი ხო, ხო. სან აუ, ტასოსთან ამიკლო, მოდი ტყრებიო. დრაჯეს. მე არაფერი ხო იცნობ ტასოს. რაღაცა ვარჯიში დაიწყო და კუნთები მტკივაო. დრა შენ თუ დაიხმარო, წამალი მიგა, ხო? არა, ფრით, რო დაგვინახავს სამივეს, დაწყნარდება მე. გიო დროზე რა? მოდი გიო საქმე ყავს. შაბათია და ჩინური აქვს დღეს. დღეს ჩინო. გავიწყდა? ხო, დამდერამეს როგორ იმახსოვრ. მომიზადები და მე წაგიყვანთ, ხო? არა, ჩვენ თვითონ წავალთ აქამდე ხო დავდიოდი თუ შენოთ. ხო, დღეიდან ჩემთან ერთად დივლით. საყვარელი ხარ. კი, ნამდვილად საყვარელი ვარ. კაი, მაშინ დროზე არ დაგუგვიანო, კარგი? ხო, წავი. აუ ჩვენთან როდის მოვა? რამდენი ხანია ველოდებით უკვე? მოვა, მა. ამას კიდევში. ხინკალი მინდა. დაგით, ეხა არ იჩხუბოთ რა. აი ესე, სანამ ხინკალი მოვა, ერთმანეთი უნდა ჭამონი, ნაცოლოდ, მამა, მიდი. არ მოიშიო თავი. მიდით, იცი რა, თქვენ ეხა გაიქეცით ხელი დაიბადეთ, ამასობაში ჩვენ შევუკვეთავთ. ქაბაბიც მინდა ხო გახსოვს? გახსოვს? 5 ხინკალით არფურის ლიმონადი. ხო, მა. კარტოფლის წვენი. ბიჭო, ასაყვარლები არიქით პატარა ადამიანები რა. просто ერთმანეთს ხოცავენ რა. ოკეი, რა გიგუშე და თამბულა ეგრე არ იყავით. არა, კი არ მიყვერს. შევკვეთავთ? ჩვენზე რო ყოფილიყო, აქამდე შევკვეთავდით. 30 ხინკალი, 4 ქაბაბი, 2 მწვადი. რა ამბავი? შია, რას დალევ? ლიმონადი. მეც. რა სიზამთრულ შვილიანები ვართ. და დაუჩქარეთ რა. შენადა, რაც რომ ვირუსზე არ გიჭამია, ერთ ადინას გაურებ ყველაფერს, ხო? შენ გადავ და მართლა პირველად მომშივდა დღეს. კარგია, კარგია. მიხარია. მებიაჩები ისიც ამბობ. ბავშვი, რომელიც კარგად ჭამას სიცხებს, ესე იგი, გამოჯამრთელების გზაზეა. მეც მაგას ვამბობ, არ მინდა ეს რენტგენები და ანალიზები რა. გრიპი იყო და გაიარა. ხო, მაგრამ მაინც მივალთ. მაინც რა მაინც. მიდი და შენს გაიგეთე. მაინც. გონ ჩვენთან მოვაქვთ. მოდის. აბა, რა ცხელ-ცხელი, რა ხეობაში ვარ იგად. თქვენ ჩაღრელია. მაბო. ეს შეიძლება ჩავარდეს ეს. ვარჯიში კარგია, ხო? მე რა მეკდა არ ვიღლებოდი და მეც მივაწექი და მაიმე. კაი, ადეკი ხო არ ხარ დაღლილი. აი თუ ვერ ვინძრავია და მესიჯები როგორ მოგწერე. მე ტანჯვი ელენე. მე ტანჯვი. ორი სადისტია ჩემი ინსტრუქტორი. ან ბევრი მოძრავე. როგორ? აუ როგორც გინდა, უბაცინებ გიხოცავთ ძალიან ცუდად თქვენ მართლა ყველაფერი მткиა. არა რა, აი მართლა ყველაფერი შარია. აი მაგით ვარ ვარჯიშობ მე. მაგით ვარ ვარჯიშობ კი რა სურსულად. მაგით უბაცინებ გიხოცავთ რაც არ მткиვა ის რა ვარჯიშო. ყველები რო აფახუნო. კაი ადეკი ხა გაგიული ეს. სადმე კაი ლატე დავლიო. აუ როგორ მინდა ლატე. ეხა ორ სულქას უარს ეტყვი. მე რა სადისტები ხარ. მე. მიდი. მე არ მინდა და სვარც ლატე არ მინდა, არაფერი არ მინდა. იწექი. ლეიკა, ბონჯორნო. მანანა გული გამიხეთქე. იცი რა, 5 დღე ამ ენაზე უნდა გელაპარაკონ და მიეჩვიე. გოგო, უცებ რო შემოვარდი, შემეშინდა თორე. შენ რა გონია, მთელი ღამე მეცადინეობდი. აბა,
Io sono sogno, tu sei la luce come lungo il primo braccio. დედა ყოჩა ხლეიკა ყოჩა გრაცია ეგ ის არის ხო მადლობა. ო და მე ხო იცი რაც უნდა თქვა მეც გეხოწები არ შემახსენო. ისე პრა პრეგო ლეიკა მაგრამ ნუ გეშინია მე იქ არ ვიქნები და კიდე იცი რა ვისწავლე. მოკლედ თუ გეტყვი ან ბელისიმო უნდა შეიფერო. აბა რა სვიზა პირველი ეგ სიტყვა ვისწავლე აი მე მანან არ ბჯერა. მთელი ღამე მილანის ქუჩებში დავსეირნობდი გუშინ სიზმარში. დავიკარგე კიდევაც. ნუ გეშინია არსად არ დავიკარგებით მაგრამ როუმინგი ჩამირთო და მითხრა შენ და ლეიკა თუ დაიკარგებით მაშინვე დამირეკე და გეტყვი რა უნდა ქნათო მენაცვალოს მაგას ლეიკა ერთი კაი საჩუქარი უნდა ჩამოუტანოთ მაგას. აი მე ლეილა ერთი წავიდეთ და იმდენ საჩუქრებს ჩამოვიტანთ იცი რა სეიაფეა თურმე სად გოგო მილანში? ო აი ჩვენს მეზობლად იმ ხალხს მაღაზია რო აქვს ყველაფერი მილანიდან ჩამოაქვს და ეგ ისეთი წუწურაქია არაფერს არ იყიდის ძვირია ისეთი კაი ფეხსაცმელს ჩაისმევდა კაცი იტალიურს. აბა ლეიკა დავკეტოთ რა დღეს საცხობი რა რაღაც არ შემიძლია დღეს ახლა მუშაობა რა ანა ეხა გაჩერდი რა ცომი უკვე მოზელილი მაქვს მოიცა. აი მაშინ ჯერ ყავას დავლებ გეხვეწები რა მიდი პრეგო ველი პური ხაჭაპური ცინცილა დილილა და რაბადილა ომშია უმეც ეკრეიტები სალათი კაი ბაჟი ღომით აუ კაი ჩიხირთ აუ კაი მუჟუჟი კაი ხომ აუ წადით რა გოგოებო რა და ჭამეთ რამე ხო ხედავ მაინც ვერ ვდგები მე არა ტასო სულ რო შიმშილით დავიხოცოთ შენ მაინც არ მიგაგდებთ ეხლა მე წავალ რაღაცებს ამოვიდან და გავაკეთებ აბა ვერ დგებოდა რა უყოთ ტასო ადექი რა გიხოცები რა ადექი ჩვენ დაგვეყრდენი და ისე ადექი მე მაგა დილიდან გეყრდომით და მაინც ვერ ვდგები არ გჯერათ ჩემი მართლა ისე მткиვა რომ თითის დადებაზეც უდად ხვდები გინდა კუნთების მასაჟი გაგიკეთე არ მინდა ეხა არ მომეკარო გეხვეწებ სასწრაფო ხარ გამოვიძახოთ კაი რა სიზავს ეს სასწრაფო ამის ერთადერთი წამალი ახლა არის რომ ადგეს და გაიაროს ვერა ელენი რა სპორტული მაღაზიის ნომერი იცი? აუ მოიცა ნახა კი აი კი როგორ არ ვიცი რომელში აბაშიწაზე და ფასდაკლებაც გაგვთ და ახალი კოლექციაც ერთად და რატომ მარტო დღეს ისე და ბოტასები გააქვთ კარგი მოდივარ მადლობა ო გოგოებო ამაყენეთ რა რა მე ბავშვს გამოვიყვა რა და უცბად მოვა რა აი მიდი პროებით აბა მიდი გამოშტერე და ეს. მიდი პატრულში დარეკი აქაური შპანა უეჭველი. აი რა პატრულს გაიკვირე და ტაქსით წავალ რა. ნო ისე რა აზრი აქვს ვინი პოვის ახლა ამათ. ესეთი ვეჯი მოგონდა. არა კაცი და აი მე ტასო სკამი მოგიტანო მე რა სკამი ძლივსავდებ კიდართია ფეხზე სკამი მე რა სკამი ორი ცოცხალი ყავარჯენი ყავს ნაშოვნი
ჩემი მოსული ერთი გენეცვალე ხა შენი თემი ჩემი დამთვალე. უნდა ჩაგაცო? უნდა ჩამაცო, ძლივს ავდეკითხო ფეხზე, კაცო, სახეზე მომადე უბრალოდ მიხდება თუ არა უნდა ვნახო. და შარვალი ტასო. შარბანი სპორტოს მიადე. ფოტოსი. მე დაეხმარეთ ამას, მარჯვნივ. ვაი მისკა. რაც კითხულობ. წიგნი. ხო. ოჩახ? მსახიობი. თეატრი. არ ფილმი. აი ნახე. დღე. ღამე. არის. დე. აუ, დე, მოდი რა, ეს თამაში უფრო მაგარია. მოდი რა ცოტას დავისვენებ თქვენი თამაშეთ მანამდე, კაი? დაგაგდოთ დასო? ვაი მე არიცი რა გვიქნა, ჯერ ხო არ ადგა არასოდ. ამ დროს პირიქით მაგ დროს უნდა იმოძრაო. ვიცი, ტრენერმაც ეგუთხრა, მაგრამ ხო იცი ტასო. და მე რა ვქენით, იცი? სპორტული მაღაზიიდან დავარეკინეთ. ვითომ ახალი კოლექცია ქონდა. აჰა. ხო და მეჭირა ხელში მე დელნეს და ნათი აზომავდა ტასო. ოდას რა საყვარელი. გარა ქენით? ვისეირნეთ, ვჭამეთ და მოვედით. არა, ვიმეცადინეთ და ვერთობით. ჩემი ოქროები. და ცოტა ხო დაისვენე. და ახლა გვეთამაშე რა. კაი. დედა ჩემკენ არის. აი, მაშინ ჩვენ პირველები ვიწყებთ. ხო, ჩვენ ვიწყებთ. ყურძენი. საღამოშვიდობის. აი ხო ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი. მათთან ერთად დროის ტარება 1000 სისულელის კეთება, მაგრამ აი საღამოს ეს დრო, როცა საკუთარ თავთან მარტო ვჩები. მაინც რაღაცა განსაკუთრებულია ჩემთვის. დღეს ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა, გარდა იმისა, რომ ტასომ ჩვენი ტანჯვის ფასად 4 სპორტული შარვალი და 2 ბოტასი იყიდა. საბოლოოდ თვითონ კარგად გახდა და მე ისე მტკივა კუნთები, ხო როგორ ავდგები არ ვიცი. არ და იმდენი საქმე მაქვს ხო. ეს კი სახლი უნდა დავალაგო, სადილი უნდა გავაკეთო. არ მგონი ახლა ხვალაც სახიკლეში წაიყვანოს ზაზამ ბავშვები. და მანანა უნდა გავაცილო მილანში. ვაიმე, ერთი სული მაქვს მანანას და ლეილას თვითფრინავში, როდის ჩავსვამ და გავუშვებ. გიჟდები ხო გითხარით? გიჟდები პენსიონერ ტურისტებს. არა, ახალგაზრდებიც მიყვარს, მაგრამ მაგის დროც მოვა. წავედი ახლა საზას დავხედავ, ტელევიზორთან არ ჩაეძინოს, თორე იმდენი ხანი ავათარის მეშინე კიდე არ გაცივდეს. დროებით. არ დაждე ლეილა, ეხა არ გამაგიჟო. ადექი ნუ ჩაალაგე რა, გაფრინდა თვითფრინავი. 5 წუთში ჩავალაგებ. შმაგიმ დამირეკა 12-ზე მანდ ვიქნებიო. მერე აქ ცხენია რომ ბავშვი მოვა და ჩვენ უნდა გველოდოს. რატო უნდა გველოდოს, გოგო 8 საათია ჯერ. მე როგორ მშურს რა, იმ შურს ესე წყნარად რომ შეგიძლია რაღაცეების კეთება. აბა მე გიჟივი დავბივარ დილიდან, სულ მგონია რომ ვაგვიანებ. არსადაც არ ვაგვიანებთ. ჯერ კიდევ გვაქვს დრო. გინდა ყავა დავლიოთ? რა ვიცი, აბა კი მინდა, მაგრამ არა იყოს მეშინია ამ გაფრენის წინ არ მინდა. რისი გეშინია გოგო, აგიწევს ნეო და დაგიწევს. მოიმე წნევის აპარატი ჩავდე მე. მოიცე ხა არა მოვქეკო მაქედან, მომაქვს მე. ხო. ისე სად მივიჩხლართებით. აბა მაგრამ არა უშავს ლეილა, ჩავფრინდებით იქ და ჩიტებივით ვიქნებით. ჩავფრინდებით.
ადექი ეხლა, ადექი. ხო, მაცადე მაიცა. აუ გადამრია ამ ბავშვმა რა. ჯერ თავი გაიგიჟა ბებოსთან დავრჩევიო და ეხლა აღმოჩნდა რომ ჩანთა დარჩა. როგორ უნდა იმეცადინოს აბა? ხო და როგორ უნდა იმეცადინოს და კარგი მამიკო რო ყავს ადგება და წაუღებს ჩანთას. ო ერთი დღე რო გააცდინოს რა მოხდა? არა ისედაც სიცხე რო ქონდა ორი დღე გაუწდა. არა უშავს, ჭკვიანი ბიჭია და მალე დაეწავა. კაი მე წავალ. კაი ხო, მე წავალ. უბრალოდ შენი მანქანით მომიწევს ასვლა. შეტო შენსაც რა ჭირს? არაფერი ისეთი, უბრალოდ სამრიცხავში დავდო. და ასეთი? არაფერი. აუ ერთი წუთი კლიენტია რა. დიახ. დიახ, არაფერი შეცვლილა. კი, 4 საათზე გელოდებით ხვალ. მადლობა, ნახვამდის. რა ჭირსო ჩემ მანქანასო? არაფერი, უბრალოდ მინდა ქიმწვენ და გავუკეთო. მოკლედ შენი მანქანით წავალ, ოკეი? კაი, მაშინ ჩაულაგებ ბავშვს რა. მე გელოდებ. არ მოთხარ? დამთავრდება 2 წუთში და მოვალ მით. კაი, არ ჩაგეძინო, შეცვდება.